135 წლის წინ გაზეთი ივერია დაარსდა. ილია ჭავჭავაძის მიერ დაარსებული ყოველკვირეული გამოცემა პოლიტიკურ, ლიტერატურულ შემეცნებით სტატიებს მოიცავდა, ქვეყნდებოდა უცხოეთის ამბებიც და საქართველოში მიმდინარე სიახლეებიც. 14 გვერდიან გაზეთს ცენზურის კომიტეტი ამოწმებდა. რას წერდეს საუკუნის წინ ივერიაში, მასალები ეროვნულ არქივშია დაცული. ეს გახლავთ გაზეთი ივერიის პირველი ნომერი, სადაც მოცემული არის რედაქტორისა და დამაარსებლის წინა სიტყვაობა, რომელიც მიმართავს საზოგადოებას. ივერიის პირველი ნომერი 1877 წლის 3 მარტს გამოვიდა. გაზეთმა საზოგადოების დიდი ინტერესი პირველივე დღეს გამოიწვია. 14 გვერდიანი გამოცემა ლიტერატურულ ნაწარმოებებს, პოლიტიკურ და სამართლებრივ სტატიებს მოიცავდა. იბეჭდებოდა ინფორმაცია სასამართლო პროცესებისა და განჩენების შესახებ. შინაურ მიმოხილვასთან ერთად, სადაც ქვეყანაში მიმდინარე სიახლეების შესახებ წერდნენ, სხვადასხვა სახის განცხადებებიც ქვეყნდებოდა. იმ პერიოდისათვის გაზეთი ივერიის გამოსვლა მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებისთვის იმითაც, რომ ძალიან ცოტა გამოდიოდა პერიოდული გამოცემები იმ პერიოდისათვის. ივერიის დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე იყო. ყოველკვირეულ გაზეთში სტატიები უცხოურ ამბებსაც ეხებოდა. იბეჭდებოდა ენათმეცნიერების, ეთნოგრაფიის, გეოგრაფიისა და სხვა სახის საგანმანათლებლო სტატიებიც. პირველივე წლის გაზეთში არის დაბეჭდილი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნის შესახებ მოწოდება და აქვე არის დაბეჭდილი გამოხმაურება ამ საზოგადოების შექმნის შესახებ. გაზეთმა დაარსებიდან 2 წლის შემდეგ პროფილი შეიცვალა და ჟურნალის სახით 6 წლის განმავლობაში იბეჭდებოდა. საბოლოოდ კი ჟურნალი ივერია ყოველდღიურმა გაზეთმა შეცვალა. განახლებულ ფორმატთან ერთად ივერიის დიზაინით შეიცვალა. ნომრის გამოსვლამდე გაზეთს რამდენიმე პროცედურა უნდა გაევლო. დაბეჭდილი სტატიები ცენზურის კომიტეტს ეგზავნებოდა, რომელიც ხელისუფლების საწინააღმდეგო სტატიებს ბლოკავდა. არ ქვეყნდებოდა ისეთი სტატიებიც, რომლებიც ეროვნულ საკითხებს და სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე ამბოხებებსა და საპროტესტო გამოსვლებს ეხებოდა. გაზეთის ნომრებთან ერთად ეროვნულ არქივში გამოუქვეყნებელი სტატიებიც ინახება. ძირითადად იბლოკებოდა ისეთი თემები, რომელიც შეეხებოდა ქართულ ერს, ქართულ ენას, განათლებას, თქვათ ეკლესიებში ქართულ წირვალოცვას და ასე შემდეგ. ანუ იყო გარკვეული თემები, რომელიც საზოგადოებას არ უნდა ემსჯელა და არ უნდა ეხილა არც ლექსი, არც მოთხრობა, არც ფელეტონი და არც სტატია ამ თემასთან დაკავშირებით. გაზეთი ივერია მეორე საინფორმაციო გამოცემა იყო გაზეთ დროების შემდეგ. მისი ფასი 6 მანეთი იყო. 30 წლიანი არსებობის შემდეგ 1906 წელს ივერიის ბეჭდა ფინანსური პრობლემების გამო შეწყდა.